პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად ყველა საშუალება უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ აი ეს ერთი კონტექსტი შეკრას ევროპელებისთვის და თქვას, რომ რაც ხდება უკრაინაში, იგივე რომ არ მოხდეს აფხაზეთში და ამის ნიშნებს ხედავთ, მოდით პრევენცია მოვახდინოთ ამისი. დღეს ეს უკვე უნდა იყოს მოქმედების, ჩვენი მოქმედების, არათუ განცხადების, მოქმედების საგანი. ამ ფონზე ის გამოდის და იძახის, რომ რუსეთი ხა ის მონაკვეთი არ იყო, რომ რუსეთი დაგვირდა, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელს არ შეგვიჭრა. შეგვიძლია რომ გაუშვათ აი ესეც საინტერესოა, ესეც მოჭრილი მაქვს ასე რომ თუ შეიძლება ასოცირების ხელშეკრულებაზე საერთოდ რომ გაუშვას პროდიუსერებს ვთხოვ. და ის რაც მე არაერთხელ მithქვამს, რუსეთი არ აპირებს ჩაერევას პირიქით, რუსეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი არ აპირებენ ჩაერევას, რუსეთი არ აპირებს ჩაერევას საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში და შესაბამისად ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ხედავთ ვერავითარ ნიშანს, რომ რაიმე გართულებაც უნდა ველოდოთ. Мы, естественно, уважаем право. Ნიშნულოვანია საქართველოსა და ევროკავშირის შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შედეგების გაცნობიერება. ეს ეხება როგორც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობას, ასევე ფინანსურ-ეკონომიკურ შედეგებს, რომლებზეც ჩვენ იძულებულები ვიქნებით ვიმუშაოთ საქართველოს ევროკავშირის შეთანხმების გათვალისწინებით. ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში. ეს რაღაცაზე მეტყველებს, ყველა სახელმწიფომ უნდა გათვალოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის შედეგები და ფიქრდეს იმაზე, თუ რა ზომები შეიძლება მიიღონ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც მათთან ორმხრივი შეთანხმებები აკავშირებთ. ხო, პრემიერი დარწმუნებულია იმაში, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საერთოდ ასოცირების ხელშეკრულებას, თუმცა თუ პრემიერმა იცის, რომ რუსეთის საფრთხე საქართველოსთვის აღარ არსებობს, კარგია, რომ ჩვენც გავიგოთ ეს და საერთოდ ახალ მოცემულობაში ცხოვრობთ. იმიტომ რომ გაკვლევებით ჩანს, რომ გაზრდილია პირიქით რუსეთის როგორც საფრთხის აღქმაზე. იცით რა, ყველაზე ძალიან რაც მე მაწუხებს მთელი დღეს ეს გადაცემა, ეს პრესკონფერენციაც როცა უსმენ, აბსოლუტურად ამბანური ჭეშმარიტებებზე გვიწევს საუბარი. ეხლა დღეს მე სერიოზულად დავждე და ვამტკიცო, რომ რუსეთის საფრთხე არსებობს. აი ხა უნდა მოვიყვანო არგუმენტები იმისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრობთ ძალიან რაღაცა ლუკაშევიჩი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ არათუ ჩვენ მთელი მსოფლიო არის შეზრწუნებული რუსეთის და მომდინარე საფრთხით.